ქუთაისი პირველ ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს. იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსის ფარგლებში ქუთაისი მითი და ლიტერატურა ფესტივალი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში, რომელიც 28-30 ნოემბერს იმართება, მონაწილეობენ მეცნიერები, ლიტერატურად მცოდნეები, მთარგმნელები, მწერლები, პოეტები და გამომცემლობები, როგორც საქართველოდან, ასევე გერმანიიდან, ავსტრიიდან და იაპონიიდან. ქუთაისმა ღირსეულად მოიპოვა უფლება, რომ ემასპინძლა იუნესკოს ეგიდით პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალისთვის. ამ ღონისძიების აღიარებაზე ისიც მოწმობს, რომ მრავალი ქვეყნიდან, იაპონიიდან, ავსტრიიდან, თურქეთიდან და სხვა მრავალი ქვეყნიდან არაერთი ცნობილი პირი არის ჩამოსული სამდღიან ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფესტივალი გახდება ტრადიციული, კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოიზიდავს წლიდან წლამდე და ქუთაისი ტრადიციულად იქცევა ამ ფესტივალის ჩატარების ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქად და კიდევ ერთხელ ამტკიცებს ეს ყველაფერი იმას, რაოდენ დიდი არის ქუთაისში ინტერესი ლიტერატურულ ფესტივალის მიმართ და რაოდენ მაღალ დონეზე შეუძლია ქუთაისს უმასპინძლოს ასეთი მაღალი რანგის ღონისძიებებს. გულოცავ ქუთაისს კიდევ ერთი საერთაშორისო ფესტივალის, ლიტერატურული ფესტივალის დაარსებას, რითაც ჩვენი ქალაქი ყოველთვის ამაყობდა და ძალიან ბევრი საერთაშორისო ფესტივალი გვაქვს ქალაქში, რომლებიც უკვე წლებია არსებობს და წლებია ფუნქციონირებს. დიდი იმედი მაქვს იმისთვის, რომ ჩვენს დღევანდელ დაარსებულ ფესტივალსაც დიდი გაგრძელება ექნება, დიდი ისტორია ექნება, იმიტომ რომ ჩვენი ქალაქის ისტორიაზე, ჩვენი ქალაქის კულტურაზე, ჩვენი ქვეყნის კულტურაზე არის თეორიული თემა აგებული. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა პირველ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს. ჩვენთვის ეს დიდი პატივია, მომავალშიც გავაგრძელებთ მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მასპინძლობას. სტუმრობს არაერთი უცხოელი პოეტი თუ მწერალი. თავად უნივერსიტეტის კონცეფციაში, ძირეულ ფუნდამენტურ კონცეფციაში დებს და ჩვენი სლოგანიც კი არის ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს. აქ არ მოიაზრება მხოლოდ საუნივერსიტეტო აკადემიური განათლება, არამედ ზოგადი წიგნიერების კომპონენტებით ძალიან დიდ როლს თამაშობს. როგორც ვთქვი, ჩვენ მომავალში აქტიურად ჩავერთვებით მსგავს ღონისძიებებში და ვიქნებით მათი მასპინძელი. 2023 წელს ქუთაისმა იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის სტატუსი მოიპოვა. სწორედ აღნიშნული სტატუსის ფარგლებში დაფუძნდა ქუთაისის პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც კულტურათა შორის დიალოგის განვითარებას შეუწყობს ხელს. სამდღიანი ღონისძიება აერთიანებს როგორც სექციურ დისკუსიებს, ასევე წიგნების წარდგინებას, სამუშაო შეხვედრებსა და კულტურულ ღონისძიებებს. ფესტივალი მოიცავს აქტუალურ ლიტერატურულ კულტურულ თემებს.